აჭარის ჩემპიონატი პირამიდაში დასრულდა 29 მატჩს დაიწყო ჩემპიონატი და მასში წინა სარეიტინგო ტურნირში გამარჯვებული 16 საუკეთესო მობილიარდე მონაწილეობდა. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონატი პირველად დაფინანსდა განათლების სამინისტროს მიერ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით სპორტის ამ სახეობას სამომავლოდად დააფინანსებენ. ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ ერთი საბილიარდო ფუნქციონირებს. ორი მონაწილე გაემგზავრება თბილისში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ფაქტიურად არ ახსოვს აჭარაში ბილიარდს თანადგომა სახელმწიფოს მთავრობის პირველი შემთხვევა რომ აი ამ წელს დავიწყეთ და ორი ტურნირი უკვე ჩავატარეთ და ხსნებით წლის ბოლომდე ყველა სახეობაში ჩავატარეთ ტურნირებს თანადგომით როგორც სამინისტროსი, ასევე კერძო სპონსორების დახმარებით. ჩვენთვის ეს სპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ჩვენ ჩავდეთ თანხები კალენდარული ღონისძიების მიხედვით ფინანსდება. ეხლა მოხდა შერჩევა 16 საუკეთესო სპორტსმენის, მათ შორის კომბინირებულ პირამიდაში, რომელიც მათ შორის გამარჯვებულები გაემგზავრებიან საქართველოს ჩემპიონატზე.